არჩევნებზე მივდივარ, რა თქმა უნდა. მერჩანებს შევგეთ. და რას ელოდებით თქვენ ამ არჩევნებისგან? აი ხარგელაპარაკები არ მინდა ლაპარაკი. ჩემჩუქს რომ მოგაგე. კანდიდატებს თუ იცნობთ ვინ არიან? ყველას ვიცნობ და ყველას. ვემზადები, რა თქმა უნდა, აქტივი ვარ. ძალიან კარგი განწყობა მაქვს, ძალიან იმედიანი განწყობა მაქვს, რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებს. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. ხონში როგორც ვიცით არის მეორე კანდიდატი. თუ იცნობთ მას, მის პროგრამას? მეორე კანდიდატს ნამდვილად არ ვიცნობ, იმიტომ რომ პირველი კანდიდატი ვინც არის ლადო დიდ პატივისცემ და დიდი მედებს ვამყარებთ მაგაზე. რაც თავარია, შვილო ხალხისთვის არის. მომავალში რის მოწესრიგებას ისურვებდით? ეხლა რა პრობლემა უდგას ხონს თქვენი აზრით, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად არის გადასაწყვეტი და გადასაჭირო? ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მე რაც ვიცი, სოფელში წყალია გამოსაყვანი და ნამდვილად ვიცი რომ გაგვიკეთებს. ნამდვილად ვიცი რომ გაგვიკეთებს. და რამოდენიმე სოფლებში კიდე გაზიც არ არის შეყვანილი. მე ამასაც აღნიშნავ, ეს 21 საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს. თუ ელოდებით რაიმე ცვლილებას ამ არჩევნებისგან? რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ ველოდებით ყველაფერს. მერობის კანდიდატებს თუ იცნობთ? ორი კანდიდატი არის. არა, არ ვიცნობ, ერთი ლადოვიცი ჯურხაძე. ჩვენი ქალაქის მერი და რაც იყო წლების წინ ხონი ჩაქვესკნელებული და ჩაიმასკნელი, იმაზე უკეთესი არის, რა თქმა უნდა, რაღაცები შეიცვალა. კარგი პიროვნება ვიცი ესე. გადმოცემით შეხება არ მაქვს, მაგრამ ბევრი რაღაცებს აკეთებს. ეს არ შეეხება, რა თქმა უნდა, მის ირგვლივ მომუშავე ადამიანებს. ბევრი გასაცხრილი ყავდათ და გაცხრილეს. არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, მაგრამ თვითონ ლადო ჯურხაძე კარგი პიროვნებაა ძალიან. კიდე რა გაინტერესებს? მომავალში რის მოგვარებას ისურვებდით თქვენ ხონში? რისი მოგვარებას ვისურვებდი და რა უფრო გალამაზებული იყოს, აი წყლები შეუვარდა ხალხს მაგალითად. ეს კანაოების გაუქმება მქნა ჩემი აზრით, თუ წინ კანაოები იყო და მე მახსოვს ბაბუა ჩემი და ისინი მეზობლები და ისინი სულ არხებს და იმას ასუფთავებდნენ. ჩვენ მეც ვასუფთავებდი მთელი ბავშვობა კანაოს და იმას. ახლა ყველაფერი მოსაგვარებელია, რა თქმა უნდა, აკეთებენ აგვარები, მაგრამ ვისურვებდი, რომ ამ წყალდიდობის დროს, თოვლის დროს რაღაც უფრო გაუმჯობესებული იყოს, რა თქმა უნდა, ხალხმაც უნდა შეუწყოს, ხედი. როგორი განწყობა გაქვთ თუ აპირებთ არჩევნებზე წასვლას? კი ბატონო, არჩევნებზე მიდივართ. და როგორი მოლოდინი გაქვთ ამ არჩევნებზე? რა ცვლილებებს ელოდებით? თანდათანობით იცვლება ყველაფერი და პატარ-პატარა ნენელა ყველაფერი მე შეიცვლება. მომავალში რის მოწესრიგებას ისურვებდით ქალაქში? სამედიცინო სფეროს საერთოდ დაწყებული სამანდყოფო და პირველ რიგში. ძალიან ვერ გეიგებ რა ხდება. მივარ არჩევნებს. და რისი შეცვლის იმედი გაქვთ, ამოლოდინები გაქვთ ამ არჩევნებისგან? არჩევნებია და ვინც გაიმარჯვებს, იმან რა უნდა ვთქვა. ქალაქის მერობის კანდიდატებს თუ იცნობთ? ერთს კი ვიცნობ. ხონის იმას ვიცნობ. ჯურხაძეს. ყველაფერი გადასაჭირელია რა ვიცი რაიონში. სულ არის. გადაიჭრება, მგონია პრობლემა. ქალაქში ყავთ მეორე მერობის კანდიდატი, თუ იცით ვინ არის? არ ვიცი. დაიცხოვრება მინდა. 70 წლის ავასრულე და არ მინდა. ჩხუბი და რამე არ მინდა, ისე რომ ჩატარდებოდეს. ესე მივდივარ არჩევნებზე, მინდა წასვლა. მერობის კანდიდატები თუ იცით ვინ არიან ხონში? ხონში? ის არის ლადო და მეორე სხვა არ ვიცი. არ ვიცი სხვა. რას ისურვებდით მომავალ წლებში ხონში რა პრობლემებია გადასაჭრელი? რა გსურვებთ? ვაიმე, შვილო, პრობლემების მეტი რაია. რამდენი პრობლემაა გაცხა? განვლე ჩემი ცხოვრების მანძილზე ისეთი მოლოდინი მაქვს. და როგორია ეს მოლოდინი? ნეგატიური. არჩევნებზე წავალ, არ წავალ, და უნდა გაკეთეს კომუნისტური წყობამ უნდა დაბრუნდეს სისტემა საქართველოში. მერობის კანდიდატებს თუ იცნობთ? არ ვიცნობ.
არეულობა უნდა მანდამაინც და არ დაწყარდეს ქვეყანა. იგი უნდა ზოგიერთს და იმისანაა რაც ხას მიცემენ ორ კაპიკს და ყვირის და ჩხავა. ყველა უნდა იყოს ერთ მხარეზე და მაშინ დაწყარდება ქვეყანა. ვის უნდა მისცა? არ ვიცით. ხალხი და არ ვინ არა. არ ვინ არა ხალხი და რა ვიცი, აბა. რა ცვლილებები გსურთ ქვეყანაში? და იგი. ყველაფერი ძვირიობა და ყველაფერი იმაშობა იგია, საქმე. უჭირს ხალხს ამიტომ. მე ყიდულობ. ფასები ქვეყანა. ხალხისთვის იქნებაში რას გულისხმობ? და ხალხს მე ახმარებენ, გაჭირ როგორ ხარ? აი როგორ? როგორ და იგი? სასმელი, აი ვარა მაქვს, მიჭირს. როგორი გაწყობა გაქვთ წინა საარჩევნო თუ აპირებთ არჩევნებზე მისვლა? ის რა გაწყობა? მე აქ არა ვეთ შეიძლება საფრთხე. აქ ვერ ვასწრებ ხმას, რა მივსებ ხმას. და ხალხი აგედა ხალხი. თვითონ ამბობს ის ბიზინა თუ რა ქვია, იგად ჩემი სახელი და გვარისო ხსენება მე თვითონ მე გამზურდა უკვე. თვითონ გახდა იძულებული, ალბათ რა ვიცი. მე შვილო რა მინდა იცი? კარგი ცხოვრება მინდა. გინდა ბიზინა იყოს, გინდა ერეკლე მეფე, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ოღონდ მშვიდობა იყოს და ამ გაჭირებულ ხალხს მოგხედოს. თორა ბიზინა იქნება თუ ვინც იქნება, მე მაინც იზოლებულია, რომ მაინც ბიზნეს უნდა მისახმა. აუყარა ვარიანტი. იმიტომ რომ იგი ახლა ჩვენი დედა, მამა, პაპა, ყველაფერი ჩვენი იგი. და მაინც მაგას უნდა მისახმა, იმის გულისა რომ კიდევ მაგის იმედი გვაქვს, რა ვარ და დევიქცა და ამოვწყდეს შვილა. აბა რა ვქნა? რასელოდებით მათთან მისი იმედი რატომ? რა ვიცი, შვილო, რატო გვაქვს და აბა სხვაირობებდეს კითხვა და გვაქვს იგი და რა ვქნათ აბა? რასელოდებით ქართული ოცნებისგან? რას ველოდებით? რავი, არაფერს არ ველოდები, კაკს. არაფერ, კაკს არაფერს არ ველოდები. რა კაკს უნდა ველოდო? მაგრამ უნდა შეიცვალოს თუ შეიცვლება. ხო, ყველაფერი და შეიცვალოს. თუ კი შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება? ყველა ბიზნესაც და ყველა ბიზნესს იზახიზა. ჩვენ რა? აი, მე არ მივესიხმა იმანდარება, მაინც თვითონ გეიმარჯვებს და გინდა ასე ილაპარაკე, გინდა ისე იხტული. ხო, იგძე ფულებს იხტეს და მე ნახდათ არ მინდა. არაფერში არ გამომდგომია მე მაგ. ასე მოუქიჩავე, ასე შარვაში საკურაზე ჩამევიდა ხანი, ჩემი ამხანახს იგი ყავდა, რა ქვია, შვილი, ინვარდი საოპერაციო. რა ვარავ და რომ მივიდა იქნებ არ გაგვიკარა სიახლოვეში. კაი იქნება ჩვენთვის, იგი გვინდა ჩვენ დედა. და ასეთი ვინ არის ახლა? არ ვიცი, ვისხას ტაქსოფერს აჩერებენ და გისწუნა ვიცი ახლა ვიძახი. გირჩიო, მოვკვდი დევიღალეო. ამდენისო მოხუცებული კაცები ლაპარაკობენ, დევიღალე 12 წელიწადი ამდენი ტყილებითო და ახლა ვინც კაი იქნება და ვინც ბევრი ხმას სხვას მიცემს, იმას მიცემ იგი. ქალაქში ორი კანდიდატი ყავთ მერობის. თუ იცნობთ? ორივეს თუ იცნობ? ორივეს ვიცნობ. როგორ არ ვიცი? აბა ვინ არის? ერთია იგი რა ქვია იმას, ჯიხაისელი აგერ იკაცი და მეორე იგი ბობოხიძია თუ რა გვარია იგი. ერთი ჯურუხაძე და მეორე ბობოხიძე ჯიხაისელი. ორი კანდიდატი ვიცი, რა ყველას ორივეს ვიცნობ. როგორი მოლოდინი გაქვს? არავინ არ დახმარებია ამ არაფერში. უსაკაროგას ასუა მე უთხარი შევედი ხან და აი არაფერი თან იგი არ გვაქვს ფინანსიო. ადგენდა ერთ კვირაში წითელ კლუბში სახლი უყიდენ საკუთარი და მე მასი დაგრეულ კედებში ცხოვრობენ. Kas ფიქრობთ იმ პროცესზე, როდესაც აი პარტიების, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს აცხადებს, არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მოქალაქეების ნაწილიც არ აპირებს არჩევნებზე მისვლას. როგორ შეაფასებთ თქვენ? ისი არ მივალმეს მე. დაცვლებებს ელოდებით ამ არჩევნების. თუ სიკეთეს, რაც ახლა წინა არჩევნებზე ხო იყო, იმის მერე რაც სიკეთო უნდა ახლა ერთ იმდენს ველოდები. და რაღაცა გამოვა, მგონი, არ გამოვა? რაც აიგნება ზოგადად. თავარია მშვიდობა იყოს. თავარია მშვიდობა. დანარჩენს ყველაფერი მეევლება. მაგ პრობლემა პენსიის მომატება. მეტი ადან მშვიდობა იყოს და პენსია მომატონო. ხოჩი ვიყიდო ერთ კვირაში ერთხელ მაინც ვიყიდო. კვირაში არა რა. გუგულაში. ერთხელ უნდა იყიდო 2 კილო ხორცი. 2 კილო ხორცი უნდა 54 ლარი. 54 ლარი უნდა. აი ამას ვისურვებდი.
შვიდობა მინდა ბაბა. არ მინდა არც მიტინგი მინდა, მაგას არაფერი ეს დასწარებული ცხოვრება მინდა. ვის უნდა ალბათ ზარეულობა და ხელგოდები ქართველი ხალხის დაპირისპირება ურთიერთშორის არ შეიძლება. რაც მოხდა 90-იან წლებში გვეყოს მაგრამ შესაძლებლად დაუბედრობა. აღარ მინდა, მოგძულდა. რაც მინდა ამ ხეს გას 12 ფილი ყავს ომი მინდა და უბედრობა. სისტარე მინდა, სიმკვიდე მინდა. მეტი რა მინდა. რაც ხარ ვიტვალებ ქემეყობა აი. მაგრამ უჯერშემ ყარას გავთვალე, ძროხას გავდი და საჭმელი მეკება და ხოლო შვიდობა იყოს. მეტი რა